ძველის მე-12-დან უდაოდ უკვე აქ ადამიანი არის და რაღაცას ეთაყვანება. აქ ესე პლიადების გადასვლის ის არის რა ადგილი. აი ღამე აქ თუ გაჩერდებით, ნახავთ როგორ ერთი მეორის მიყოლებით მოძრაობენ და გადადიან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. უკვე აკვირდება ცას, უკვე იქიდან ინფორმაციას ღებულობს და იმ ინფორმაციას განაზოგადებს. გვაქვს ნანახი ორაკულის კამათელი, რომელიც არის ძალიან იშვიათი მოვლენა. და ეს ორაკულის კამათელი, იდო ესე სამკუთხად, ძალიან პატარა ესეთ მოსწორებულზე, იდო კაჟის იარაღი, ოფსიდიანის დანის პირი და ჰემატიტის ორაკულის კამათელი. დელფოსის სამისნოში იქ შიგნით სადაც მუდმივი ცეცხლიანთო, ხო? აი ეს ქვა წმინდა სამისნოს ალოცავი ქვა იყო ჰემატიტის. ამ ჰემატიტს თვითონ მინერალს ყველა ძველი ხალხი მიაწერს და ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ეს ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, გარკვეულ რაღაცა ესეთ ცოდნას ფლობს. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ აქ ობსერვატორია უნდა ყოფილიყო. სკეპტიკოს მკვლევართა იმას ვეკუთვნი, რა ვიდრე საკუთარი თვალით არ ვნახავ და არ დავრწმუნდები, ეგრე მე ვერ ვიტყვი ხელაღებით, რომ აქ ობსერვატორია იყო.